პროკურატურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილთან ზუსტად 4 საათზე შევლენ, მანამდე კი ჩვენ აქ ველოდებით მის ადვოკატს გიორგი ჩალაძეს. მიხეილ სააკაშვილს ედავებიან პოსტებს და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს მისსავე სასამართლო პროცესზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რაც არის სტანდარტული რუსული მეთოდი ყველას შეფასებით. ახლა ყველა ის ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდს ღიად უპირისპირდება, მკაფიო ხაზს უსვამს იმას, რომ Facebook პოსტებისა და მათ შორის საჯარო განცხადებების გამო, რომელიც არის პოლიტიკური შინაარსის, ყოფილი პრეზიდენტის ან ნებისმიერი პოლიტიკოსის დევნა არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული მეთოდებისა და სტანდარტების შესაბამისი, რაც არავის უჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმით იძიებს შურს ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებზე, რომელთა გამოც ახლა მათივე მტკიცებით არიან დასანქცირებულები ქართული ოცნების წარმომადგენლები, არადა სწორედ დასავლეთმა იმის გამო დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრებს, რომ ისინი ღიად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებდნენ და მათ შორის საქართველოს გადმოიყვანეს ევროპული რელსებიდან, როგორც უკვე გითხარით, ველოდებით გიორგი ჩალაძეს, რომელიც სულ ცოტა ხანში შევა მიხეილ სააკაშვილთან და მანამდეც ვეცდებით, რომ მისი კომენტარი მოგესმენინოთ.